როგორ უნდა მიხვდე, რომ ხარ ორსულად, როდის უნდა გაიკეთო ორსულობის ტესტი, შეიძლება თუ არა ორსულობის ტესტმა აჩვენოს დადებითი მაშინ, როცა არ ხარ ორსულად და პირიქით უარყოფითი, როცა ხარ ორსულად. და საერთოდ როგორ უნდა შევარჩიოთ ორსულობის ტესტი. ამის შესახებ ახლავე მოგიყვებით. პირველ რიგში დავაზუსტებ იმას, რომ ორსულობა იწყება მაშინ, როცა ნაყოფი მიემაგრება საშვილოსნოს ღრუს. ხოლო მანამდე მიმდინარეობს ორსულობის წინა მნიშვნელოვანი პროცესები. ეს არის ოვულაცია, ანუ კვერცხუჯრედის გამოსვლა საკვერცხიდან, შემდეგ მისი განაყოფიერება სპერმატოზოიდით, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გამრავლება, განვითარება და გადაადგილება რეპროდუქციულ ორგანოებში. და როდესაც ის უკვე მიემაგრება საშვილოსნოს ღრუს კედელს, იწყება ორსულობა და ის იწყებს ისეთი ჰორმონის გამომუშავებას, რომელსაც ეწოდება ეგრეთ წოდებული ორსულობის ჰორმონი, ქორიონული გონადოტროპინი, რომელიც გამოიყოფა ძირითადად მხოლოდ ორსულობის დროს. სწორედ ამ ჰორმონის არსებობა გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ ორსულობის ტესტი, რომელიც არის მგრძნობიარე ქორიონული გონადოტროპინის მიმართ და იძლევა დადებით, თუ სისხლში არის ქორიონული გონადოტროპინი და ეს ნიშნავს მაშასადამე არის ორსულობა. თუ ქალს რეგულარული მენსტრუალური ციკლი აქვს, ორსულობის ტესტი შეგიძლიათ ჩაიტაროთ მენსტრუაციის გადაცდენიდან 2-3 დღეში. მაგრამ თუ თქვენ არა გაქვთ რეგულარული მენსტრუალური ციკლი, ამ შემთხვევაში ორსულობის ტესტის ჩატარება და მისი ადეკვატურობა იქნება უფრო, ესე ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან როცა არარეგულარული ციკლია, როცა არის გადაცდენები, ჩვენ არ ვიცით, როდის ხდება ოვულაცია, საერთოდ ხდება თუ არა და თუ გვიან მოხდა, მაშინ შეიძლება უფრო გვიან დადგეს ორსულობა, ან საერთოდ არ დადგეს. ამიტომ, როცა არარეგულარული მენსტრუალური ციკლი გაქვთ, უნდა მიმართოთ ექიმს იმისთვის, რომ დაადგინოთ მიზეზი მენსტრუალური დარღვევის და სათანადო რეკომენდაციები და მკურნალობა მიიღოთ. როგორც აღვნიშნე, რეგულარული მენსტრუალური ციკლის შემთხვევაში ტესტს ატარებთ მენსტრუაციის გადაცდენიდან 2-3 დღეში. უმჯობესია დილის შარდზე, რადგან ის უფრო კონცენტრირებულია, დილის შარდი გულისხმობ პირველი შარდი გაღვიძებისთანავე, ან შეგიძლიათ თუ ხართ 4 საათის მოუშარდავი, შემდეგ მოშარდოთ და აი ამ შარდით გააკეთოთ უკვე ორსულობის ტესტი. ტესტის მგრძნობელობა განისაზღვრება ერთეულებში, რომელიც მითითებულია მის ანოტაციაში და ის შეიძლება იყოს 10, 20, 25 და ასე შემდეგ. აქედან ყველაზე მგრძნობიარე არის 10. რაც უფრო მცირეა ეს მაჩვენებელი, მით უფრო მგრძნობიარეა ტესტი და მით უფრო ადრე აჩვენებს ორსულობას. შესაძლებელია თუ არა ორსულობის ტესტი იყოს უარყოფითი, მაგრამ უკვე იყოს ორსულობა. დიახ, შესაძლებელია. პირველ რიგში შესაძლოა არასწორად ჩატარდა ტესტი და მოხდა გარკვეული ტექნიკური, ესე ვთქვათ, შეცდომა. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ჯერ არ არის მიმაგრება საშვილოსნოს ღრუში, ან იმდენად ცოტა დროა გასული მიმაგრებიდან, რომ მან ჯერჯერობით არასაკმარისი ქორიონული გონადოტროპინი გამოყო, რაც არ არის საკმარისი ტესტისთვის, ანუ ტესტი არ არის მგრძნობიარე ქორიონული გონადოტროპინის იმ რაოდენობის მიმართ, რომელიც არის ამ მოცემულ ეტაპზე, როცა ტესტი გაიკეთეთ. არის შემთხვევები, როცა ქალი ორსულობას გეგმავს სტიმულაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ენიშნება გარკვეული პრეპარატები იმისთვის, რომ საკვერცხე გააქტიუროს და ეს მედიკამენტები ხშირ შემთხვევაში იწვევენ დადებით ტესტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ორსულობა. ასევე ტესტი შეიძლება იყოს ცრუდადებითი იმ შემთხვევაში, თუ არასწორად ჩავატარეთ ტესტი და დაიმახსოვრეთ, რომ ტესტის შედეგიანობა უნდა ვნახოთ შარდის
ტესტზე დაწვეთებიდან დაახლოებით 3-10 წუთის განმავლობაში. 10 წუთის შემდეგ, მაგალითად 1 საათში, ან 5 საათში, ან მეორე დღეს, ის შეიძლება გამოხდეს მეორე ხაზი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არის ორსულობა. შეიძლება თუ არა ტესტმა აჩვენოს დადებითი ჯერ კიდევ მენსტრუაციის დაწყებამდე და ანუ დავადგინოთ ორსულობა მანამ, სანამ დაიწყება მენსტრუაცია. დიახ, შესაძლებელია თუ ოვულაცია მოხდა სავარაუდო დროზე ადრე. ეს იმას ნიშნავს, მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ 28 დღიანი ციკლი, ოვულაციის სავარაუდო დრო არის დაახლოებით მე-13-მე-14 დღე. მაგრამ ზოგჯერ ხდება გამონაკლისები გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ოვულაცია მოხდა არა მე-13-მე-14 დღეს, არამედ მაგალითად მე-9-მე-10 დღეს. ამ შემთხვევაში ორსულობის დაფიქსირება შესაძლებელი იქნება მენსტრუაციის სავარაუდო დროზე ადრე. შეიძლება 3-4 დღით ადრე.